საჯარო გაშლა მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო თემატიკით და საჯარო გაშლა არის შემდეგი. რა არის ჩემი ყველაზე დიდი ხარვეზი პრობლემა მუხრუჭი ეს იქნება სწორი სიტყვა. რა გამუხრუჭებთ ახლა ყველაზე მეტად, რა უშლის ხელს თქვენს განვითარებას ახლა ყველაზე მეტად, ხო რა არის ახლა ყველაზე დიდი მტერი თქვენი პოტენციალის. თქვენი პოტენციალის მტერი. მოდი ესე დავარქვათ ამ საჯარო გაშლას. ვარიანტი 3 გვექნება, დავაპატარავთ ცოტა ეკრანი, რათა კარგად დაინახოთ ყველა ვარიანტი. მაშა სადამე. ვარიანტი პირველი. რა არის თქვენი პოტენციალის ყველაზე დიდი მტერი ახლა და მუხრუჭი. ვარიანტი 2 და ვარიანტი 3. ერთი წუთით, აი ასე. ცოტა შევეცდები, რომ უფრო კარგად აი ასე. აი ასე. ახლა ძალიან კარგად ჩანს. და ორაკულთან ვიმუშავებთ, რომელსაც ძალიან საინტერესო შეუძლია თქვენს ყველაზე ქვეცნობიერ და დამალულ შიშებზე მუშაობა და ამასაც ვნახავთ პლუს ამ ორაკულით. ვარიანტი პირველი, თქვენი ყველაზე დიდი და მთავარი მუხრუჭი რა არის, რა გაშინებთ. ვარიანტი 2 და ვარიანტი 3. მე ვიმსჯელებ თითო არკანით, თუ რა თქმა უნდა, მექნება იმის საჭიროება, რომ უფრო მეტი გავშლი, რა თქმა უნდა, მაგრამ შევეცდები, რომ ერთი არკანით კონკრეტული მიზანში პასუხი მოგცეთ, რა არის თქვენი მთავარი მუხრუჭი არა, ახლა ხომ, რას გულისხმობ მუხრუჭში, ხო, ჩემო ძვირფასებო, მუხრუჭში გულისხმობ იმას, თუ რა ყველა ადამიანს აქვს პოტენციალი, ხო, რომ იპოვოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, შექმნას საკუთარი თავი, შექმნას საკუთარი პოტენციალი, რაც მას სიამოვნებას და ბედნიერებას მიანიჭებს და იყოს თავისუფალი. ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს ძალიან დიდი ილუზია, როგორ შეიძლება იყოს თავისუფალი, როდესაც ადამიანს ამდენი ვალდებულებები გაქვს. მე ვიტყოდი, რომ შეიძლება, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები ჩვენ თვითონ ვივალდებულებთ საკუთარ თავს ძალიან ბევრ რავეში, ეს ერთი და მეორე, ერთადერთი ვისი ვალდებულიც ადამიანი არის, ეს არის შვილი, რომელსაც მიიყვას კონკრეტულ სრულწლოვანების ასაკამდე, მშობელი ნამდვილად ვალდებულია ამ შემთხვევაში, მაგრამ მერე უკვე სამუდამოდ ჭიპლარ გადაბმულმა არ უნდა იაროს, ასე ვთქვათ, შვილის ცხოვრებაში, იმიტომ რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არის ცალკე ადამიანი, ცალკე ცნობიერი, ცალკე რეალობით, ცალკე ასპექტებით, ცალკე კარმული, ასე ვთქვათ, ვალებითა თუ პლუსებით და всё. და რა თქმა უნდა ვალდებულები ვართ, ისეთ ვალდებულება ვალი ზოგადად არ მიყვარს, მაგრამ ალბათ ხვდებით ახლა რასაც გულისხმობთ, პირველ რიგში საკუთარ თავთან. ხო? რას ვეთანხმებით და რას არ ვეთანხმებით საკუთარ თავთან მიმართებაში, ხო? კარგით, ვარიანტი პირველი, არ მინდა რომ გავაგრძელო სიტყვა. თქვენი მთავარი შიში და მუხრუჭი ტორმოზი. ვარიანტი 2, მთისბროლი და ვარიანტი 3. კარგად დააკვირდით ახლა სამივე ვარიანტს, კარგად შეიგრძენით, შეიცანით და სანამ თქვენ საკუთარ ვარიანტებს არჩევთ, აქვე გეტყვით, რომ დახურული ჯგუფი, მზის კარი, ყველა იმ მაგიურ შემეცნებითი ოკულტური გზის ერთობლივად გასავლელად და რა თქმა უნდა ჩემი საავტორო სწავლებების მისაღებად, კარგად იცით, რომ მე აღარ ვდებ საჯაროდ ინფორმაციას, მხოლოდ დახურულ ჯგუფში ზიარდება ეს ყველაფერი. ეს გახავთ ფასიანი ჯგუფი, ყოველთვის ვახსენებ, იმიტომ რომ მე არ იყოს ესე იგი დანამუსების უსუსური მცდელობა, რომ მე ნინო აი როგორ ის გამხდარ ხართ, ხო, როგორ სიმბიოზი, ბევრჯერ თქვი უკვე, თქვენ მე თქვენ. ეს ურთიერთობის ყველაზე ჯანსაღი ფორმაა, მე ამას მივხვდი, ეს უპირველეს ყოვლისა მატერიალურ ფონზე, ხოლო მატერიაში ვგულისხმობ
იმას, რაც მატერიაშია ჩვენს რეალობაში, ხოლო ენერგეტიკულ დონეზე, რა თქმა უნდა, ყველაფერს იქ აქვს თავისი წესი, თავისი ურთიერთობის ფორმა და როდესაც ჯგუფის წევრი ხდებით, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ეცნობა ჩემს კოდურ ვიდეოს, სადაც მე დეტალურად ხსნი თუ რა არის საჭირო გარდა, რა თქმა უნდა, მადლიერების ფინანსური ჩართულობისა, რაც ყველა ადამიანის აბსოლუტურად ნებაყოფლობითია, ყველა ადამიანის ყოფნა იმ ჯგუფში, სადაც ხსნი ამ ჯგუფთან და სხვა დანარჩენ ოჯახის წევრებთან, მე მათ ოჯახის წევრებს უწოდებ, იმიტომ რომ ეს ერთი დიდი ოჯახია, ურთიერთობის ალგორითმი, ანუ როგორ ხდება ურთიერთობა, რა შეიძლება, რა არ შეიძლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ასე რომ welcome, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, დახურული ჯგუფის ლინკი იქნება კომენტარებში, შეგიძლიათ მოიძიოთ, გამოუშვათ დამატების სურვილი, ჯგუფის ტექნიკური მხარე გაეცნობა თქვენს პროფილს, იმიტომ რომ ყალბი პროფილები და საეჭვო პროფილები, რა თქმა უნდა, ლოგიკური არ დაიშვებენ, ესენი არიან იდენტიფიცირებული ადამიანები, ვინც არიან ჯგუფში და მხოლოდ ამ პირობით შეიძლება ჯგუფში ყოფნა, ხო? იმიტომ რომ თუ ტყუილით და ჩემოდი ხარ დახურულ ჯგუფში რაღაც უკვე არაგულწრფელი, შესაბამისად იქ შენი ადგილი არ არის. გავიკითხოთ შემოძვირფასებო, მაშა სადამე თქვენი ყველაზე დიდი მტერი, თქვენი პოტენციალის ახლა რა არის? პირველი ვარიანტი ამეთვის რომ თიზგროლი და ავანტიურინი. იმედია ყველა მაერჩიეთ თქვენი ვარიანტი, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. რა არის თქვენი პოტენციალის ყველაზე დიდი მტერი ახლა, ხო? მაშა სადამე ამეთვის რომ არკანი ძალა ძვირფასებო, ნახეთ, ერთადერთი ადამიანი, ვინც შეიძლება იყოს თქვენი პოტენციალის მტერი, ხართ თქვენ თვითონ. იმიტომ რომ არ გაქვთ რეალურად გააზრებული თუ რამხელა ძალას ფლობთ, რამხელა პოტენციალს ფლობთ. ნახეთ, შესაძლებელია გეშინიათ იმიტომ საკუთარი თავის გამოვლენის, რომ არ დარჩეთ მარტო. არის აქ ეს მომენტი, ხო? ანუ ჩვენ სოციალური არსებები ვართ, გასაგებია, ყველას არ შეუძლია ინტროვერტი იყოს, უბრალოდ ეს ყველას ბუნება არ არის. ხო, მაგალითად მე ვარ ადამიანი, რომელიც 1 საათში სოციალური ცხოვრების შემდგომერთსული მაქვს, სადაც დავბრუნდები ჩემს სივრცეში, სადაც მინიმალურია ადამიანებთან კომუნიკაცია და აღვიდგინო ჩემი ძალები და ენერგიები და ვიქრსნო თავი ძალიან კარგად, ხო? მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ სოციალური ცხოვრების აქტივობების, აქტიურობის, ადამიანთან ურთიერთობების გარეშე და შესაბამისად თქვენი მთავარი შიში შეიძლება იყოს ზუსტად ეს, რომ დარჩეთ მარტო. ხო, აი მე თუ გამოვავლინე ჩემი თავივე, თუ მე თუ ვაჩვენე ჩემი ძალა და პოტენციალი, ესე იგი მე შეიძლება დავრჩე მარტო ამ ყველაფერში, ადამიანებმა ვერ გამიგონ, მე კი მივახციო ჩემს მიზნებს, მაგრამ რა თქმა უნდა თუ ადამიანები არ მეყოლებიან გვერდით, ხო? ნახეთ, აქ არის საბოლოო ჯამში საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობა, იმიტომ რომ ერთ რაღაცას გეტყვით, ცრუ მეგობრებს და ცრუ ურთიერთობებს ჯობია რომ ყავდეთ 2 და 3 ადამიანი გვერდით და დამიჯერეთ, ვისაც გულწრფელად უყვარხართ და უნდა თქვენს გვერდით ყოფნა, ნებისმიერი ეყვარებით და ნებისმიერს მიგიღებთ და ნებისმიერი იქნება თქვენ ნებისმიერი ფორმით, როგორი ფორმითაც არ უნდა შესთავაზოთ თქვენი თავი. სოციალურ ეს კარგი ფილტრაცია იქნება თქვენი წრის თუ გამოავლენთ ხო თქვენს რეალურ ლომს შიგნით, რომელსაც შესაძლებელია გარედან როგორც ფისოს ისე აჩვენებთ, მაგრამ შიგნიდან ნამდვილი ლომი იყოთ, ლომი, ადამიანი, რომელსაც აქვს შიგნით ძალიან დიდი ძალა და ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ არავლენს ამას, იმიტომ რომ ეშინია რომ გარშემოყოფები მას ვერ გაუგებენ. ხო და ნახეთ, თუ ვიღაცა ვერ გაგიგებთ, ესე იგი არ ყოფილა თქვენს მიმართ გულწრფელი. თუ ვიღაცას არ უნდა რომ მიგიღოთ ახალი, გაუშვით სამხიარო ლასოზე, იმიტომ რომ ესე იგი არ ყოფილა მისი სიყვარული და მისი გვერდით ყოფნა, მაშინ იყავით საჭირო, როდესაც იყავით მისთვის კომფორტული, მაგრამ როგორც კი ცოტა არაკომფორტული გახდით სხვა ადამიანებისათვის, შესაბამისად, მოკლედ როგორც იტყვიან, გემი უნდა ჩაძიროთ ხანდახან, რომ ესე იგი როგორ არის აღარ მახსოვს, გემს წყალი უნდა შეუდგეს, რომ ვირთხები გაიქცნენო, ხო? მე მგონი თუ ჩაიძირა რა მნიშვნელობა ვირთხებიანად, ხო? სწორი ფორმა ალბათ არის ეს, რომ წყალი უნდა შეუყენო გემს, რომ ვირთხები გავიდნენ გემიდან, ხო? აი ეს არის შემოძვირფასება
პირველი ვარიანტი, ასე რომ ძალა თქვენშია, თქვენს ხელშია, თქვენ ფლობთ ძალას, იმისა რომ ის რაც გინდათ მიიღოთ ამ ცხოვრებისგან და ამ რეალობისაგან და ერთადერთი შიში რაც თქვენ გაშინებთ, ეს არის ზუსტად იმ შეუცნობელისა, ანუ არ გინდათ თითქოს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, გეშინიათ რომ დაიკარგებით, გეშინიათ რომ ვერ გაგიგებენ, გეშინიათ რომ ესე იგი წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ რა თქმა უნდა ეგეთი წარმატება თუ ადამიანები არ მოყოლებიან გვერდზე, ხო, გაერკვიეთ რა არის თქვენთვის თავარი. ნამდვილი 1-2 ადამიანი გვერდით, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელი თქვენი პოტენციალის გამოვლენის შემდგომ, გულწრფელი ნამდვილი მეგობარი და ძლიერი მხარდამჭერი თუ 1000 მეგობარი, რომელიც ეგოზე მოგეფერებათ და თქვენთვის თქვენ მათთვის იქნებით კომფორტული იქამდე, სადამდეც მათ აწყობთ ეს ყველაფერი, მოკლედ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი არკანებია იმისთვის, რომ საკუთარ თავში ჩაიხედოთ და პრიორიტეტები დაავადოთ. კარგით, დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, გადავედით მეორე ვარიანტზე. ვინც აერჩია მთის ბროლი, მოდით ვნახოთ. თქვენ რა გიჩერებთ პოტენციალს, რა არის თქვენი პოტენციალის მტერი? ჩემო ძვირფასებო, თქვენი პოტენციალის მტერი არის ძალიან დიდი თვალი. პირდაპირ გეუბნებით. აქ იგრძნობა როგორი რაღაც იცით, თვალი კონკრეტული ადამიანისგან. ეს თვალი კონკრეტული ადამიანისგან და აქ ორი პრობლემა წარმოიჭრა. Overthinkers-აც ვხედავ აქ, ანუ ადამიანს, რომელიც ქაოტურია თავის ფიქრებში და შესაბამისად აი ამ ქაოსში ვერ ახერხებს თავმოყრას და მოდი ასე ვთქვათ, უთმობს საკუთარ თავს ცნობიერს ისეთ ფიქრებს, რომელიც არაფერს სასარგებლოს მას არ აძლევს გარდა თავის ტკივილისა და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ უნდა იფიქროთ ისეთ ადამიანებზე, უნდა იფიქროთ ისეთ სივრცეებზე, ისეთ რეალობებზე, რომლებიც თქვენთვის არის სასარგებლო, ხო? რას მომცემს მე ამაზე ფიქრი? აი პირველ რიგში კითხეთ რა საკუთარ თავს, რას მომცემს მე ამაზე ფიქრი, გარდა იმისა, რომ დრო დავკარგო, ხო? ანუ არის რაღაცა საკითხები, რაც უბრალოდ დროის მჭამელია, დროის მკვლელია, დროის ვამპირია. მიხვდით ხომ? ასევე იგრძნობა კონკრეტული ხმლების პაჟი, ანუ ადამიანი სხვათა შორის. და რატომ გითხარით, რომ ეს ადამიანი თვალავს თქო თქვენს პოტენციალს, თქო, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თვალი რაში გამოიხატება, მუდმივი წუწუნში, მუდმივ უკმაყოფილებაში. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ოჯახის წევრი, მათ შორის შვილიც სამწუხაროდ, არ ვიცი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მეზობელი, მოკლედ ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი ვინც პირველი მოვიდა, ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა დაფიქრდეთ ამ ყველაფერს. ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი ვერ იპოვა და ერთადერთი რასაც აკეთებს, მხოლოდ ნერგავს შიშს სხვა ადამიანებში, ნერგავს ნეგატივს, ნერგავს უარყოფითს, წუწუნებს და დაკავებული აბსოლუტური ენერგოვამპირიზმით და როგორც კი ამ ადამიანს უზიარებთ თუნდაც ყველაზე მინიმალურ წარმატებასაც კი, ან ხედავს თქვენს მინიმალურ წარმატებასაც კი, მომენტალურად იწყებს ფუთფუთ შიგნიდან. მომენტალურად იწყებს ფუთფუთ შიგნიდან, ხვდებით ხომ? და აი ეს ფუთფუთი საბოლოო ჯამში, ხო, თქვენზე ისახება როგორც თვალი. მისი სიტყვა ისახება თქვენზე როგორც თვალი. მისი ნეგატივი ისახება თქვენზე როგორც თვალი, ხო? და თქვენი მთავარი შიში რა არის, ხო, ჩემო ძვირფასებო ამ შემთხვევაში? არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც აი აბსოლუტურად აი წარმოიდგინეთ ცარცით რომ რაღაცას დაწერთ დაფაზე და მე ხელის გულს რო გადაუსვათ. აი გსრისავთ არ არის სწორი სიტყვა გრევთ. так, სწორი სიტყვა მინდა შეურჩიო.
თხაპნით, ალბათ ეს არის სწორი სიტყვა, ხო? თხაპნის თქვენს პოტენციალს და თქვენს სურვილებს, თქვენს მიზნებს, ხო? აიღეთ დაფაზე, დაწერეთ, ხო, ცარცით რაღაცა სიტყვა, რომელიც არის გამოკვეთილი, რომელიც არის გასაგები, რომელიც იცით, რასაც ნიშნავს, ამ დროს მოვიდა ეს ადამიანი და ესე გათხაპნა ეს თქვენი ნაწერი, ხო? ანუ წაშალა და ამ ნაწერისგან მხოლოდ დარჩა რაღაცა კვალი, რომლის ამოკითხვაც სადღაც სირთულით შეგიძლიათ მხოლოდ თქვენ, იმიტომ რომ ამ ადამიანს მიეცით საშუალება რომ შემოეხედა თქვენს რეალობაში და ესე ხელებით გაეთხაპნა ის თქვენი პოტენციალი, რომელიც თქვენ გაქვთ. და საბოლოო ჯამში აი ეს ყველაფერი იმდენად გართმევთ ენერგიას და იმდენად გართმევთ პოტენციალს, მიმოიხედეთ, ძალიან ახლოს გყავთ ეს ადამიანი, იმდენად ახლოს რომ მეტი არ შეიძლება. იმდენად თხაპნის ამ თქვენს პოტენციალს, რომ საბოლოო ჯამში არც კი გჯერათ, აჩრდილი ხართ, მოდი ასე ვთქვათ, საკუთარი შესაძლებლობებისა, რომელიც ნამდვილად გაქვთ მოცემული, მაგრამ ვერ არიყენებთ, იმიტომ რომ ყავთ ესეთი წურბელა სამწუხაროდ, რომელიც ქაჩავს თქვენგან ენერგიას და ერთ რაღაცას გეტყვით რა, ჩემო ძვირფასებო, ენას კბილი რომ დავაჭიროთ, ეს არის ძალიან კარგი რამ თქვენთვის, კარგი გამოთქვა, ხო, ენას კბილი დააჭირე, გაჩერდი. ხო, ანუ როდესაც სანამ არ გადახტები, არ თქვა ჰოპ, ხო, გადახტი და მერე თქვი ჰოპ. აი, როდესაც გადახტებით, მერე თქვით ჰოპ, მაგრამ მანამდე არ არის საჭირო ვინმე მიცოდეს, რამდენი ფული გაქვთ საფულეში, რა მიზნები გაქვთ, რა გეგმები გაქვთ, რას აკეთებთ, ხო, დაალაგებთ სწორი საზღვრები. და როგორც კი იგრძნობთ, რომ ადამიანი ანგრევს თქვენს საზღვრებს, იქვე გააჩერეთ. ესე იგი, ის პატივს არ გცემთ, არ სცემს თქვენს გადაწყვეტილებას, არ სცემს თქვენს არჩევანს პატივს და ადამიანი, რომელიც არ გცემთ პატივს, ის არის ვირუსი. ის არის ადამიანი, რომელიც შეიძლება ეს ამ პარაზიტად ან თქვენ ჩამოაყალიბეთ, ან ესეთი იყო და უბრალოდ თავის დროზე საზღვრები ვერ გაამაგრეთ და თავის დროზე იმდენად შემოუშვით თქვენს რეალობაში, რომ ახლა აღარ იცით როგორ მოიშორეთ. ამიტომ ყურადღებით იყავით მეორე ვარიანტი და გადავედით მესამე ვარიანტზე. ჩამოვაჭვეჩოთ მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტი, ავანტიურინი ვინც არჩია, მოდით ვნახოთ თქვენ რა გიშლით ხელს თქვენი პოტენციალის რეალიზებაში. 6-იანების თასები. და რა არის თქვენი შიში? ნახეთ, მესამე ვარიანტი არის რაღაცა გარკვეული წარსული სცენარი, რომელიც პერიოდულად გაბრუნებთ წარსულ რაღაც რეალობებში, შეიძლება იყოს ნუ გავარკვიე, რამდენად ნეგატიურად მოქმედებს ეს ყველაფერი თქვენზე. 6-იანების თასები, რამდენად ნეგატიურად მოქმედებს თქვენზე. არკანი მაგი, მე არ ვიტყოდი, რომ ნეგატიურად მოქმედებს თქვენზე, მაგრამ რადგან მაინც 6-იანების თასები ამოვიდა, უნდა მივაქციოთ ყურადღება. თქვენ გადაჭრით ამ პრობლემას, მესამე ვარიანტი. ჯადოქრები ხართ. ზისკარელები ხართ აქ მესამე ვარიანტში. გიცანით. შეჩუმეს. მესამე ვარიანტი, შეხედეთ, ის რაც გაპაუზებთ, შეიძლება ასე ითქვას და გართმევთ პოტენციალს, შესაძლებელია იყოს რაღაცა წარსული ბავშვური ტრაუმა, გარკვეული, რომელიც უნდა დაამშაოთ, ხო? ტრაუმა მშობლისგან, წერწყენა. იქ სადაც თქვენი ბავშვი მე ვერ იყო ბოლომდე რეალიზებული არა, ვერ იყო ბოლომდე გულწრფელი, იმიტომ რომ ეშინოდა. ვერ იყო ბოლომდე გახსნილი, იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ მას ვერ გაუგებდნენ. ხო, აქ არის ის თქვენი რეალური ბავშვი მე, რომელმაც თავის დროზე ვერ მოახერხა თავისი ბავშვურობის ბოლომდე შერგება, ხო? თავისი ვერ ამოიტანა ზედაპირზე შესაძლოა დღემდე ვერ ამოგაქვთ ზედაპირზე ისეთი ტრაუმები და წყენები, რომლებიც მოგდევთ ბავშვობიდან, ხო? აი ეს გართმევთ უბრალოდ ენერგიას, რომელსაც თუ დაჯდებით და დაფიქრდებით და გაანალიზებთ რა არის ეს ბავშვობის წყენები, ან არა მხოლოდ ბავშვობის წარსულში საერთოდ ვისგან რა წყენიათ, ხომ? არა პატიება, არა ეს სისულელეები, არა ჩემო ძვირფასებო, არანაირი პატიება არ არსებობს სამყაროში. მოდი ეს გავიგოთ, ხომ? ერთადერთი შეიძლება აპატიო, შენთვის ძალიან ახლობელ და საყვარელ ადამიანს აპატიო არა გაუგო, არ მეყვარს მე სიტყვა პატიება, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი შემდგომ და უმეტესწილად ადამიანები ამას მერე ძალიან ბოროტად იყენებენ. მე შეიძლება გავიგო შენი სისუსტე, გავიგო შენი
ესე იგი არასწორი დამოკიდებულება, უპატივცემულობა, ღალატი, ტყუილი, თუმცა ეს არის ჩემთვის წითელი დროშა, რომ მე უნდა ვიყო ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ თუ ეს წითელი დროშა ერთხელ აფრიალდა, აუცილებლად საათხაც შეიძლება კვლავ ამოფრიალდეს ეს წითელი დროშა, უკვე მე ბევრად სხვა უფრო მეტად მძიმე ფორმით, ხომ? ამიტომ წითელ დროშებს თუ მიაქცევთ ყურადღებას, ყველაფერი კარგად იქნება, ხომ? და წარსულ ტრამვებს ნუ გადმოიტანთ რეალობაში. თქვენ ამის დამუშავების პროცესში ხართ. ამ ყველაფრის ამოწერა, დაწვა და გაშვება ძალიან კარგი პრაქტიკა. მე ეს არაერთხელ გამიზიარები მზის ადამიანის გვერდზე, ნუ დახურულ ჯგუფშიც ბევრს საუბრობ წყენების პრაქტიკის გაშვებაზე და რა გითხრათ, ხა თქვენი მთავარი შიში, ხართ გარკვეული გზა გასაყარის წინაშე, ხო როგორც იტყვიან, იმიტომ რომ გაქვთ ცოდნა, გაქვთ გასაღები, როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი გასაღები გაქვთ, მაგრამ როგორც ხედავთ, აქ არის ძალიან ბევრი გასაღების ღრიჭოები და თქვენი მთავარი შიში არის ის, რომ არ დაუშვათ შეცდომა, არ გამოახვედროთ ის არასწორ კარში, სოციალურ საქვეცნობიერ დონეზე არის დასჯის შიში. ხვდებით ხო, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვობაში საკმაოდ მკაცრად გსჯიდნენ და ახლა გაქვთ ის მომენტი, რომ კი მე მაქვს ჩემი პოტენციალი, დღეს მე შევძელი ის ვიყო ის ვინც ვარ, მაგრამ სულ არის ხუთოსანი ბავშვის ესე იგი შიში, რაც მკაცრი მშობლების მიერ გაზრდილ ბავშვებს სჭირთ ხშირ შემთხვევაში, რომ არ დავუშვა შეცდომა, იმიტომ რომ გასაგები უკვე დიდი გოგო ვარ თუ დიდი ბიჭი, მშობელითიც ვერ დამიქნევს, გავიზარდე, თუმცა არც ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ შეიძლება ზემოდამ კარმამ დამსაჯოს, სამყარომ დამსაჯოს, ღმერთმა დამსაჯოს, ხო? ნახეთ, არავინ არავის არ სჯის, დავიწყოთ აქედან ჩემოძვირფასებო, ერთადერთი ჩვენ შეიძლება ჩვენი თავი დავსაჯოთ ჩვენივე არასწორად გაკეთებული ცხოვრებისეული გზით, ვგულისხმობ, რომ დავსაჯოთ რა ნაწილში, გამოცდილება, ყოველთვის გამოცდილება, მაგრამ სასჯელი ხდება ის, მაშინ, როდესაც არჩეული გამოცდილებების გზა ჩვენთვის ხდება კომფორტის ზონა, ანუ ტოქსიკური გზა ჩვენთვის ხდება კომფორტის ზონა. მე შეიძლება გავიგო ცრემლების ფასი, მაგრამ თუ მე ამაში დავრჩი და თუ ამ გამოცდილებით გავაგრძელე ყოფნა, შესაბამისად ნუღა გავბრაზდები სამყაროზე, რომ იცი რა, მე ეს გზა ვიღაცამ ამარჩევინა. არა, საბოლოო ჯამში ჩვენ ვირჩევთ ჩვენს გზას. ამიტომ ნუ გეშინიათ თუნდაც შეცდომების დაშვების და არასწორი კარის ღრიჭოს არჩევის, ხო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არავინ არ ვართ იდეალურები და ყოველთვის მით უმეტეს ვინც მაგიური კულტურის გზით ვითარდება, არ არსებობს ერთი უნივერსალური რა ადამიანი როგორი არსება, ხო, უნდა რომ პირველივე ჯერზე, პირველივე მოქმედებით სწორი კარი გააღოს. არ ბევრჯერ გამიღე არასწორი კარი, ვინც მისმენთ ახლა, თქვენსთვის ვამბობ, საყურადღებოდ, არაერთხელ გამიღე არასწორი კარი, არაერთხელ მიმიცია იმ ადამიანისთვის პოტენციალი, ვინც ამას არ იმსახურებდა, არაერთხელ დამიშვია შეცდომა, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ძალიან მადლიერი ვარ ამ ყველაფრის, იმიტომ რომ არა ეს ყველაფერი, მე არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ დღეს და თქვენც გისურვებთ, რომ არასოდეს არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების, იმიტომ რომ რა არის ჩვენი ცხოვრება, თუ არა გამოცდილებები, შეგრძნებები, დაგროვებული ემოციები, რაც ჩვენს სულს და ჩვენს ცნობიერს აძლევს წონას, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს ადამიანს და ინსტინქტის დონეზე არ ცხოვრობს, ადგა შეჭამა, მოისაქმა, წავიდა სამსახურში და მოვიდა დაღლილი დაწვა დაიძინა, მით უფრო საინტერესოა მისი ცხოვრება. ხო, და თუ აქ ხართ და მესამე ვარიანტი აშკარად გაქვთ ამის პრეტენზია და ამის პოტენციალი, რომ მეტი და მეტი შეიცნოთ, იმიტომ რომ უკვე ბევრი შეიცანით, მოიხედეთ თქვენს უკან გავლილ გზას, შეხედეთ და მიხვდებით, რაზეც გელაპარაკებით და ნუ გეშინიათ ამ გზა გასაყარის. ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს. ძალიან დიდი სიყვარული თქვენთან იყო, არის და იქნება ნინო. შეხვედრამდე.